ცოტათ. შესული ვართ, დიდი მადლობა. დავიწყოთ მოდით ეს ზუმი. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო, მე იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ხალხი შემოგვიერთდება, იმიტომ რომ დღევანდელ სამყაროში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის დღეს მედიასთან დაკავშირებით. თუნდაც ის, რომ დღეს რამდენიმე წუთში უკვე მედიის მეშვეობით ჩვენ ვიცოდით რა ხდება ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებში, ახლო მეზობლებში, უკვე ძალიან დიდი სივრცეა და რაზე მოქმედება აქვს მედიას ზოგადად საზოგადოებაზე, ამაზეც მინდა რომ დღეს ქალბატონ ნათიას ვთხოვო, რომ წარმოგვიდგინოს პოზიციები, იმიტომ რომ ის თვითონ ასწავლის ძალიან ბევრ ახალგაზრდას ამ მიმართულებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მე ვფიქრობ, რომ ბევრ პოლიტიკოსისთვის ეს ძალიან უცხოო ხილია, რას ნიშნავს მედია და როგორ შეიძლება მედიამ დეზინფორმაცია გაავრცელოს ჩვენ სამწუხაროდ ბევრ შემთხვევაში ამის მოწმეებიც ყოფილვართ. გთხოვთ ქალბატონო ნათია და მოდით მერე ვიდისკუსიოთ, იქნებ თქვენ მოგესალმებით, ქალბატონო კოლეგას მივესალმები. მადლობა, ჩემთვის ყოველთვის ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია პრინციპში ამ თემაზე, მაგრამ ეს საჯარო დისკუსია ერთმანეთთან მსჯელობა, როგორ გვესმის ჩვენ ესა თუ ის საკითხი და სფერო, ცოტა უფრო ჩაღრმავებულად, მგონია რომ ზოგადად დეფიციტურია და ყველას გვჭირდება, ჩვენს გვჭირდება მედიაში დასაქმებულ ადამიანებს, ცოტა რომ გავერკვეთ ხანდახან რა ტიპის ვითარებებში აღმოჩნდებით ხოლმე. ჩვენ როცა თქვენ ახსენეთ სიტყვა ზემოქმედება, რამდენად ზემოქმედებს მედიას, სწორედ ეს სიტყვა არის, რომელთაც შეგვიძლია გავყოთ ერთგვარად მედია და ვიმსჯელოთ მის ფუნქციაზე, ის არის ზემოქმედებაში, ის არის მოქმედებაში თუ მასზე ზემოქმედებენ. ეს სამი რამ შეიძლება ამ სიტყვის ფუძიდან გამომდინარეობდეს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს როგორ ვუყურებთ. თავად ჩვენ თვითონ რომელი იდეოლოგიური სპექტრიდან ვუყურებთ ამ საკითხს, ვუყურებთ თუ არა ჩვენ როგორც დემოკრატიის, თქვათ, დემოკრატიის კუთხით, დემოკრატიული თეორიებით, თუ ვუყურებთ იმ თეორიით, რომ შესაძლოა სახელმწიფოსთვის უკეთესი იყოს, არსებობს ესეთი თეორიები, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც თანდათან იდგამს ფეხს პირადად ჩემთვის მიუღებელი, რომ ავტორიტარიზმი, დიქტატურა უფრო შეიძლება იყოს დამცავი, თქვათ, სახელმწიფოსი, მისი მიზნების, ხო? ესეთი ტიპის თეორიები შეიძლება ერთმანეთს ეჯახებოდეს, მაგრამ ჩვენ როცა ვსაუბრობთ მედიაზე და პრინციპში მედია ვერ არსებობს თუ კი ჩვენ არ ვლაპარაკობთ დემოკრატიაზე, მაშინ ჩვენ ვერც ვისაუბრებთ მედიაზე, იმიტომ რომ დანარჩენ შემთხვევაში მედია არის ჩვეულებრივად ინსტრუმენტი და სულაც არ ასრულებს იმ ფუნქციებს, რომელიც მას ძალიან ბევრ საუბრობენ ჩვენს ქვეყანაში ტრადიციებზე და ჩვენს ქვეყანაში მედიას აქვს თავის ტრადიციები და აი სწორედ თავის ტრადიციულ ფუნქციებს ვერ ასრულებს საბოლოო ჯამში მედია. ეხლა რატომ საუბრობთ ჩვენ მეც ყოველთვის შორს მივდივარ ხოლმე მედიურ ტრადიციებზე საუბრის დროს და ვიწყებ გაგიკვირდებათ და მეხუთე საუკუნიდან და პრინციპში თუ შევხედავთ ჩვენ რა არის ჩვენთვის მედია, პირველ რიგში გულისხმობთ რომ ეს არის აქტუალურ თემასთან დაკავშირებული შექმნილი ვინმეს მიერ შინაარსი, რომელიც გვეუბნება რა მოხდა, რატომ მოხდა, როგორ მოხდა, ასე შემდეგ არსებობს 6 კითხვის თეორია, არსებობს 7 კითხვის თეორია და ყველა ამ კითხვებზე აქტუალურ თემაზე თანადრეულ ეპოქაში წარმოდგენილი პასუხებია. და თუ შევხედავთ ჩვენ როგორ იწყებოდა ქართული, თქვათ, დამწერლობის ზეგრები, აღმოვაჩენთ, რომ შუშანიკის წამება ჩემთვის პირადად არის მედიური ჟურნალისტური ტექსტი, რომელიც გადმოსცემს, როგორი პოლიტიკური ვითარება იყო ქვეყანაში, რა ხდებოდა მთავარ, თქვათ, ყველაზე აქტუალურ პირებთან და პიროვნებებთან დაკავშირებით მათ ცხოვრებაში, როგორ აისახებოდა ეს პოლიტიკა და სახელმწიფო როგორ რეაგირებდა, თქვათ, ამ შემთხვევაში მსხვერპლის არასამართლიან დასჯაზე. ეს იყო სწორედ ეს იყო მედიური ტექსტი პრინციპში, უფრო
უფრო მეტად ვიდრე მხატვრული ლიტერატურა, იმიტომ რომ მაშინ ნაკლებია გამონაგონი და ჩვენც ვიცით რომ ძალიან დიდი სიზუსტით აღწერს რა ხდებოდა და შემდეგ ზოგადად ჰაგიოგრაფიული ტექსტები თავიდან ბოლომდე ჟურნალისტური ტექსტებია და დანიშნულება მისი რა არის? დანიშნულება არის რომ უკეთესი გახადოს საზოგადოება. ერთის მხრივ ის ახდენდეს მონიტორინგს რა ხდება, ვთქვათ, სახელმწიფოს სადავეებთან მყოფ პიროვნებებთან მიმართებით, როგორ რეაგირებენ ისინი, როგორ მუშაობენ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რა ხდება კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ ველზე და შემდეგ როგორ შეიძლება საზოგადოებამ უკეთესი გახადოს მისი ხვალინდელი დღე. ეს იყო სწორედ ეს ტექსტები, რომელიც ჩვენ გქონდა ჯერ კიდევ სათავეებთ. მე ახლა უკვე თუ კი ესე იგი კლასიკურ ჟურნალისტიკაზე გადავალთ და გავიხსენებთ, თქვათ, პირველი გამოცემები როგორი გქონდა წმინდა ჟურნალისტური და როგორი ტიპის თეორიები გქონდა, შორს აღარ წავალ, მაგრამ ზოგადად ტრაქტატები ჟურნალისტიკის შესახებ და მედიის შესახებ იმდენად თანამედროვე იყო ჩვენს თანამედროვეობას თუ მივუდგებით, რომ ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანას გაუკვირდებოდა ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებში მერე მოვიდა ეს იდეები და დასავლურ მედიაში, ვიდრე ეს იყო ქართულ მედიაში პრინციპში და რომელიც ამბობდა, რომ ჩვენს კალამს არ სჭირდება ტაში, რომ შეიძლება არავინ არ იყოს მადლიერი, რომ აუცილებლად ყველა იტყვის, რომ აი ზულს ქვეყანა, რადგან ის ამბობს კრიტიკას ამ ქვეყნისას, მაგრამ ეს არის შენი ძირითადი საქმე და შენ ამაზე უნდა ილაპარაკო. და ესე იგი, რა თქმა უნდა, ეს მოიტანდა და მოიტანდა კიდეც იმ ეპოქაში, რომ ამის გამკეთებას დააბრალებდნენ ქვეყნის მტრობას და რა თქმა უნდა, მოიტანა ისიც, რომ ტყუიაც ესროლეს, ხო, საბოლოო ჯამში, ვინც ეს ტრაქტატები დაწერა და მოკლეს, ხო? ესეთი ტიპის ისტორია გვაქვს, მაგრამ ამ ისტორიას სხვა მხარეც აქვს, როგორ რეაგირებს ამაზე საზოგადოება. რეალურად ჩვენ მართლა ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, ვისაც ჟურნალისტი წმინდანად ყავს აღიარებული, ისე ვილია ჭავჭავაძე მყავს მხედველობაში და ვამბობთ, რომ მოწამეობრიობა მისი სწორედ ამისგანაც შედგება, რომ ის მართალი სიტყვისთვის და მართალი სიტყვის დევნის გამო რომ აწამეს და მოკლეს, ამიტომაც არის აღიარებული და ეს ფილოსოფიურად ჩვენ გვაყენებს აბსოლუტურად სხვა სპექტრში, რომელთანაც აბსოლუტურად არათავსებადია ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ დღეს აღმოჩნდით. ეხლა უკვე განმოვიდა დღეს რა ტიპის მდგომარეობაში ვართ აღმოჩენილი, ხო? რეალურად რასაც უწოდებენ მედიას პოლიტიკური სპექტრი ყველა მხრიდან ის მედია ნაკლებად არის, რადგან არის სრულად ინსტრუმენტიზებული. ანუ რაც ახდენს გავლენას, როცა ვლაპარაკობთ, რომ მედია არის როგორც ზემოქმედებაში, მოქმედებაში ნამდვილად არ არის. მასზე ზემოქმედებენ და თავად არის ზემოქმედებაში. მოქმედებაში მედია დღეს არ გვაქვს. და ესე იგი, როცა ვლაპარაკობთ, რომ მედია ზემოქმედებს, ხანდახან შეიძლება დავინახოთ, რომ მედია გაცილებით უფრო ესეთი იმ დონეზე არის ინსტრუმენტიზებული, რომ არა მხოლოდ საზოგადოებაზე, არამედ თავად პოლიტიკურ ჯგუფებზეც, ამ მორყეულ პარტიებზეც კი ახდენს გავლენას. ანუ ჩვენ გვაქვს პარალელური პროცესები პოლიტიკაში და მედიაში, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ყველა ეგრეთ წოდებულ პარტიას აქვს თავისი ეგრეთ წოდებული მედია და პირიქით ყველა მედიას აქვს თავისი პარტია. ანუ ესეთი ტიპის მდგომარეობა გვაქვს და ამავდროულად ხედავთ, რომ ეს პარტიულობა მედიის საერთოდ არ დგას იდეოლოგიაზე. ამიტომ და არ დგას იდეოლოგიურ დისკურსებზე. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი მსჯელობა, როცა ვლაპარაკობ, რომ ჩვენ სიღრმისეული მსჯელობები გვაკლია, აქედან მოდის ეს დეფიციტით, რომ ვერ გექნება ეს მსჯელობა, იმიტომ რომ იდეოლოგიური საფუძვლებიც არ აქვს იმ ხელოვნურ დაპირისპირებას, რაც ჩვენს მტერს შემოაქვს და აქ შემოგდის უკვე დეზინფორმაციაც. რაც ჩვენს მტერს შემოაქვს ჩვენთან შიგნით, როგორც დისკურსები, როგორც ნარატივები. ყველა ნარატივი, რომელიც შემოდის და აქ ყველაზე ცუდი მდგომარეობა ისა გვაქვს, რომ ძალაუფლებაში მყოფი ძალა, როცა იწყებს ხელშეწყობას იმისას, რომ დამყოფი ნარატივები შემოვიდეს ქვეყანაში, სწორედ ამ დროს ემთხვევა მისი ინტერესი მტრისას. თორემ არ ჩვენ არ გვინდა ეხლა ვინმეს ვეძახდით, რომ სულ რუსი ხარ და სულ ვიღაცა ხარ, ხო? არავის არ უნდა ეს და პრინციპში ამის გაწევა გვინდა ამ დისკურსებიდან, იმიტომ რომ ესაც გამყოფი შინაარსია გარკვეულწილად, მაგრამ არ შეიძლება პოლიტიკური ძალა მუდმივად და ძალები მუდმივად ცდილობდნენ საზოგადოების დანაწევრებას და დაყოფას. ეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული რამ და ამაში გამოყენებული ინსტრუმენტი ვეღარ არის მედია. ის არის პროპაგანდის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც ხდება პროპაგანდისთვის. და საზოგადოება, მართლა გითხრათ, საზოგადოებას არ უჭირს გაარჩიოს
არა, სადა უფრო აქვს მიჩვეული ვარ, ინსტრუმენტიზირებული ალბათ. მედია. დიახ, სად არის ინსტრუმენტიზირებული მედია და სად არის ჟურნალისტიკა. უბრალოდ შეგვექმნა რეალობა, როცა ჟურნალისტიკის, ანუ მედიის საკეთებლად ყველა რესურსი მოკლულია, მე შემიძლია ვთქვა, რატოა ეს რესურსები მოკლული. არ არსებობს არანაირი საშუალება იმისა, რომ ჟურნალისტიკა იფუნქციონიროს, იმიტომ რომ ესე როგორ გითხართ, მხოლოდ სურვილით ჟურნალისტიკა ვერ კეთდება. ჟურნალისტიკას სჭირდება ძალა და ენერგია, რომ გავიდეს მოვლენის ადგილზე და მოახერხოს მისი გაშუქება სრულად. ეს ძალა და ენერგია არ არსებობს, დაშრეტილია, მომსპარია და ამავდროულად რომც იქმნებოდეს კარგი მედიური პროდუქტი, კარგი ჟურნალისტური პროდუქტი, პროპაგანდით იმხელა ხმაური არის შექმნილი, რომ ადამიანის ყურადღებას ის ვეღარ იპყრობს. ძალიან დეფიციტური გახდა და შეუძლებელი გახდა, რომ საჭირო შინაარსმა მიაგნოს აი ამ ადამიანებს და მოხდეს ეს უკუკავშირი ერთმანეთთან, რომ მედიამ თავისი ფუნქცია საბოლოო ჯამში შეასრულოს, რომ გააუმჯობესებინოს ადამიანს მისი ხვალინდელი დღე. აი ესეთ რეალობაში აღმოჩნდით საბოლოო ჯამში და ეს ამ რეალობის გამოყენებაც ხდება ფაქტობრივად მედიის წინააღმდეგ. ხდება მუდმივი დისკრედიტაცია მედიის, ხდება ნდობის შემცირებაზე მიმართული ოპერაციების განხორციელება და ესეც თავიდან ბოლომდე ჩვენი მტრების ინტერესებშია. ამიტომ ძალიან ნათია, მოკლედ ეს სურათი გვაქვს. შეკითხვა მაქვს ნამდვილად სერიოზული, ამასთან მე დარწმუნებული ვარ, კოლეგებს უფრო მეტი შეკითხვაც ექნება. მე მაინტერესებს ამ ყველაფერში, რაც ხდება დღეს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობა თუ უწინ, ასე ვთქვათ, როცა Facebook-ი არ ქონდა და სოციალური ქსელები, მუშაობდა ჭორის ინსტრუმენტი და თქვენ იცით, რომ საბჭოთა კავშირს ჰქონდა ეს გამოცდილება, რომ მოსახლეობამ ძალიან მალე ამოიცნო პროპაგანდა, განასხვავა და ქვეტექსტებს კითხულობდა. ანუ თუ რაღაცას იტყოდნენ, იმის ქვეტექსტს კითხულობდა და იძახოდა, რომ ესე არ არის, იტყუებიან. ეხლა მე რა მაინტერესებს, ასეთ როლს ხომ აღარ ასრულებს უკვე სოციალური მედია, შინაგანად, ისაც ხო აბსოლუტურად დაუხვეწავია და არანაირი კანონმდებლობას მე მგონი ბევრ შემთხვევაში აღარ ემორჩილება და ეს ტროლები და ბოტები არის ყმადაღებული თემა, რომელიც უშლის აზრის ფორმირებას რეალურად. აი, აქ რა შეიძლება იყოს გამოყენებული? ესე იგი, თუ ადრე გქონდეს საქმე ჭორთან და ჭორის გავრცელებასთან ეს ტექნიკები, რა თქმა უნდა, დარჩა, უბრალოდ ეხლა ჩვენ გვაქვს საქმე მეტა ჭორთან. მეტა ჭორი ეს არის, რომ არის ძალიან გაძლიერებული, რომ სალაპარაკობთ, რომ არის ხმაური, ფაქტობრივად ადამიანები არიან ეგრეთ წოდებულ დეზინფორმაციულ ასფიქსიაში. ძალიან დიდია დოზა დეზინფორმაციის, ძალიან დიდია აქედან ხმაური და შესაბამისად ადამიანებს აღარ ესმით. ანუ დახშულია, ანუ ხმაური იწვევს ამ დახშულობას. და ეს ხმაურიც არის სწორედ დეზინფორმაციით გამოწვეული და საბოლოო ჯამში ადამიანი ფრუსტრირდება, მას აღარ შესწევს ძალა სამწუხაროდ, რომ ეძებოს, აი აღმოაჩინოს თავის თავში ის ენერგია, რომ მისთვის საჭირო ინფორმაცია მოძებნოს, გადაამოწმოს და მიიღოს ეს სწორი ინფორმაცია. ახლა გამოსავალი აქედან რა არის? გაგიკვირდებოდა გამოსავალი და აქ შეიძლება სწორედ ჩემი ჩათვალოს, რომ ეს სუბიექტური ვარ ამ კუთხით, მაგრამ არ ვარ სუბიექტური, იმიტომ რომ ჩვენ იცით რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობ, გვაქვს გარკვეული კვლევები და შემიძლია გითხრათ, რომ სამეცნიერო კვლევების საფუძველზეც ესეა, რომ ერთადერთი რაც ეხმარება ამ ვითარებაში საზოგადოებას, ეს არის ლოკალური ამბების, ლოკალური ჟურნალისტიკის კეთება. ადამიანი ნაკლებად ტყუვდება, როცა ის პატარა იღებს არეალია. ინფორმაციას მასთან ახლოს მიმდინარე მოვლენებთან, რომელთანაც მას შეხება აქვს და რეალურად მოვლენებთან, რომელიც მას ჭირდება გასააზრებლად, რომ ხვალინდელი დღე დაგეგმოს და მისი ყურადღება ხდება დაკავებული ადგილობრივი თემებით, რომლის თაობაზეც ის ვეღარ ტყუვდება, ვეღარ ატყუებენ მას და რადგან ახლა ადამიანს აქვს 24 საათი, ეს დრო არ გაზრდილა, შეიძლება გაამრავლა ადამიანმა მედიის გამოყენება, რომ ერთდროულად თქვათ ლეპტოპთანაც ზის რაღაცა გვერდით ჩართული აქვს და ეს ნიშნავს, რომ ერთდროულად გამოიყენებს დროს და უფრო მეტ დროს ხარჯავს, ხო? უორმაგდება ეს გამოყენებული დრო მედიასთან, სხვადასხვა მოწყობილობებით ერთდროულად იღებს ინფორმაციას, მაგრამ მაინც მას 24 საათი აქვს დღე-ღამეში საბედნიეროდ. ამიტომ თუ მისი დაკავება ხდება
მართლა საჭირო ინფორმაციებით, აი ნამდვილი ჟურნალისტიკით ადგილზე გაკეთებულით, ის ვეღარ ხდება მსხვერპლი, აი ამ ეგერ გაღმარო რაღაცა ხდება და კარგახანს რომ არ შეეხება და შეთქმულების შეეხება არ შეეხოს თეორიების და ასე შემდეგ. ხო, აი ამ თეორიების, რომელიც მას რეალურად არც არაფერში არ სჭირდება, რომელიც მას რეალურად არც არაფერში აინტერესებს. ეს არის მთავარი გამოსავალი, რომ ჩვენ შევძლოთ, რატომ ჯერა, რატომ მუდმივად ვრჩები რეგიონულ ჟურნალისტიკაში და არც წასვლას არ ვაპირებ, მათ შორის არც პოლიტიკაში, ვინმეს თუ ამის შიშები აქვს და რაღაცა ესე, ამიტომაც უფრო მგონია, რომ თავისუფალი ვარ ჩემს ყველა განცხადებაში. რეგიონული ჟურნალისტიკა, ლოკალური ჟურნალისტიკა არის ერთ-ერთი მთავარი პასუხი და გამოსავალი. თორემ ახლა გაბატონინო ჩვენ თუ დავიწყეთ ცდება და რაც ასევე მოხდა ძალიან ტრენდული იყო ხო ეგრეთ წოდებული მე ესე ვუძახი მას მედია წიგნიერების პროგრამები რომელიც ტყუილებს და ახლაც ბევრი დასდევს ტყუილების გამოკიდება მუდმივი საუბარი იმაზე და დამატებითი შინაარსების გავრცელება რომ აი ეს ტყუილია იმან მოიტყუა ამან მოიტყუა ამას მანიპულაცია აქვს იმას ინტერპრეტაცია აქვს ეს კიდე უფრო მეტ ხმაურს იწვევს და უფრო მეტად ავრცელებს უცრო ინფორმაციას ვიდრე ჭეშმარიტებამდე მიჰყავს ადამიანი საბოლოო ჯამში და ეს წაგებული თამაშია თუკი ჩვენ სიმართლის მხარეს მყოფი ხალხი ძალიან მნიშვნელოვანი ის არის ხო საზოგადოებაა ჯგუფი და თუ ეს ადამიანები მარტო იმაზე მუშაობენ თუ რა არის ტყუილი და კიდევ ხელს უწყობენ ამ ტყუილის გავრცელებას ეს თავისთავად აზიანებს სიმართლეს ან თავარი სტრატეგია სწორედ ეს უნდა იყოს მეტი სიმართლის გავრცელება და ისეთი სიმართლის გავრცელება, რომელიც სწორედ ჭირდება ადამიანებს თავისი უკეთესი დღის დაგეგმვისთვის. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ბატონ აკაკისაც ექნებოდა რაღაცა შეკითხვა, იმიტომ რომ და მაგ კიდე რაღაცა მოსაზრება, რომელიც მინდა გაგზიარო. იმდენი არა, იმდენად საინტერესო იყო და იმდენად ესე ვთქვათ ჩემთვის მნიშვნელოვანი ისეთ აქცენტებზე იყო გამახვილებული ყურადღება ქალბატონ ენათიასაგან, რომ ფაქტიურად უსმენდი და მსიამოვნებდა, რომ ის რანჟირება, რაც მოახდინა მათ და ფაქტიურად ჩვენ რეალურად მედიაში, ახალგაზრდობაში ეკოლოგიური ქრონიკა მიმყავდა საზოგადოებრივ არცე 56 გადაცემა მაქვს წაყვანილი და ყოველთვის მაშინდელი ესე ვთქვათ, რედაქტორიც, რეჟისორი, ძალიან ცნობილი ადამიანები იმ ეპოქისათვის მეუბნებოდნენ, რომ არ იყო მიკერძოებული. და გააკეთე ანალიზი და შეძელი რომ ესე ვთქვათ, ეს ძალიან სწორად დაანახო საზოგადოებას. იცით, აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს და მნიშვნელოვანია სხვათა შორის აი ჩვენი პროფესიის, მაგალითად გარემოს დამცველებისათვის, ისინი ვინც ფიქრობენ, რომ ქვეყანა მდგრადი განვითარების, ესე ვთქვათ, კურსს არ უნდა აცდეს. ეხლა ქალბატონ ენათია, იცით რა, მე მაინც მინდა რომ გარკვეულწილად პოლიტიკა, მედია, ეკონომიკა, საზოგადოება იგივე ჩვენი ესე ვთქვათ ტკივილი მდგრადი განვითარება რაღაც გარკვეულწილად აი რამდენად არის ეს ყველაფერი იმ საკვანძო თემასთან რომელიც მედიასა და საზოგადოებას შორის ყოველთვის ესე ვთქვათ არის უმნიშვნელოვანესი ესა თუ ის საკითხი იცით აი მე მაგალითად ვიტყოდი რომ დღევანდელი დღიდან აი თუ გნებავთ სულ რაღაც საათების ამბავია მოგეხსენებათ რა ხდება ირანში, იგივე ესე ვთქვათ, აი ამ ახლო აღმოსავლეთის თემა რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ, საკითხები უნდა გადაწყდეს უახლოეს პერიოდში, იცით? და საქართველოს საგარეო პოლიტიკა დღეს რეალურად განსაზღვრავს შიდა პოლიტიკის ხარისხს. როცა საგარეო კურსი ბუნდოვანია ან კონფლიქტურ სიგნალებს რაღაც გარკვეულწილად იძლევა, საშინაო პოლიტიკაშიც იზრდება პოლარიზაცია, ხო? და იქმნება ნდობის კრიზისი. და ამას პირველ რიგში მედია, ესე ვთქვათ, ასახავს გარკვეულწილად როგორ ჭირდება საუბედუროთ დღეს იმ მიკერძოებულ მედიას გამიგეთ, მაგრამ ეს ხომ ამძაფრებს დაპირისპირებას. საზოგადოებაში თვითონ
იმიტომ რომ ზოგი არის ესე ვთქვათ სენსაციური ესე ვთქვათ ნარატივებით გამშვალული, ну არის პოლიტიკოს მედია საშუალებები, რომლებიც მაგალითად აი ამ პოლიტიკურ რაღაც ენერგიას აქცევენ ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიად, გამიგეთ? და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საუბედუროდ აი ეს ყველაფერი, აი ეს დაპირისპირებულობა, ეს პოლარიზაცია, ჩემი აზრით, და ალბათ ესეც არის რა, ფაქტიურად პირდაპირ მოქმედებს ეკონომიკაზე. აი ყველაზე გრძნობიარე არის ეკონომიკა. ეხლა მაგალითიც შემიძლია მაგალითად მოვიყვანო, რომ აი უცებ სხვათა შორის ახლა ნუ რა არის, იცით, მე ვერ ვიქნები ესე ვთქვათ დამცველი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩემი ხედვა პოლიტიკური აბსოლუტურად განსხვავებული, იცით რა? კაცო, არ შეიძლება დღევანდელ დღეს ჩვენ ვებრძოლოთ ყველაფერს. სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, გამომდინარე იქედან, რომ სოხერი ძალიან რთული სიტუაცია, ხო? ის რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რომ ელემენტარულად შემოიღო და ფაქტიურად ძალიან სერიოზული ზემოქმედება მოახდინა, ხო, ამ ორ მედია საშუალებაზე და აქედან გამომდინარე ის აუცილებლად გადაწყვეტება ფინანსურ ინსტიტუტებსაც. იმიტომ რომ არის ჩვენთან ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ლონდონში ბირჟაზე აქვთ საკუთარი აქციები და რეალურად ეს საკმაოდ სერიოზულ პრობლემად შეიძლება. კიდევ კარგი რომ ფაქტიურად ამის ნიშნები ჯერ არ არის. ესე იგი, ის მე ჩემზედაც იმოქმედებს, ხო? არავითარ შემთხვევაში არავინ არ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, რომ გამოვიდეს და ფაქტიურად პირდაპირ თუ ირიბად მე რომ შემეხოს საზოგადოებას რომ შეეხოს, ხო? არ უნდა ილაპარაკოს ისეთი ტონით. ეს არ ეხება არა მარტო ეს ოპოზიციურად განწყობილ ხალხებზე მაქვს საუბარი, არამედ თვითონ ხელისუფლების ასე ვთქვათ აი ამ საკმაოდ სერიოზულ მედია ინსტრუმენტებზე შემიძლია ვთქვა. იცით რა? ეს ყველაფერი შემდეგ იმოქმედებს ჩვენს ჯიბებზე, ფასებზე, სამუშაო ადგილებზე, სესხებზე, ანუ ყველაფერზე. ამიტომ საზოგადოების როლი არის საკმაოდ ესე ვთქვათ რთული. მედია დღეს მე ვიტყოდი რომ დიახ, ის არის მეოთხე ხელისუფლება და რეალურად მასზე ვართ ძალიან სერიოზულად დამოკიდებულები, იცით? და შესაბამისად ეხლა წარმოიდგინეთ რომ ფაქტიურად სულ ადვილად შესაძლებელია მოხდეს უცებ აგორდეს, შეუქმნათ პანიკა და შეიძლება სერიოზულად დავაზიანოთ აი ეს ფინანსური მეტნაკლების სტაბილიზაცია. თუმცა ფაქტია, რომ ეს უნდა იქნას ჩემამდე ისე მოტანილი, რომ მე რეალურად გავარკვიო ყველაფერი. რას წოდავს ხელისუფლება? რა არასწორ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ისე არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რომ საბოლოოდ ყველაფერი თავზე დაგვენგრეს, ხო? აქედან გამომდინარე, ყველაზე ესე ვთქვათ მგრძნობიარე ჩვენთვის, რაც არის და უმნიშვნელოვანესი გამიგეთ, ეს არის ის, რომ რამენაირად არ ჩამოვანგრიოთ და ჩამოვშალოთ ეს ფინანსური სტაბილურობა და თუ გნებავთ ეკონომიკაში შექმნათ რაღაც გარკვეული ბრძანები. ეს ძალიან მნიშვნელოვნად არის მედიაზე დამოკიდებული, გამიგეთ? არა მარტო მედიაზე, ბატონო აკაკი, მე მახსენდება ძალიან ტრავიალური ამბავი, თუ შეიძლება ჩააგერთვებით. გახსოვთ თქვენ რა სიტუაცია მოხდა უკრაინა-რუსეთის ომის დროს, როცა დაინგრა ჰიდროელექტროსადგური და აწყდა საქართველოში პანიკა, აი იმ დეზინფორმაციის ფონზე, რომ აუცილებლად სანაპირო არის დაბინძურებული. იმან ხო ეკონომიურად დაარტყა იმ სანაპიროს შემომუშავე სასტუმროებს. ხალხატონო ნინო, ვინ გააკეთა ეს? მედიამ გაავრცელა, მაგრამ აქ პასუხისგებლობა არის იმ ექსპერტებისთვის და რესპონდენტებისთვის კი,
იმიტომ რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში რაღაცა სერიოზული დეზინფორმაციის გავრცელება მოხდა. ფაქტობრივად მათი არ მომცემს საშუალებას, რა თქვა, მე სულ მახსენდება, როცა ჩვენ რადიაციულ წყაროებთან მუშაობდით, როგორ ატომურმა სააგენტომ, რომელიც ამას ხელმძღვანელობდა, გვიყურებდა, რას ვაკეთებდით, როგორ აგვიგზალა ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურას ინფორმაციის გაშვება გადამოწმების გარეშე რადიაციასთან დაკავშირებით. რომ იმდენად დიდ საფრთხეს და შიშს წარმოადგენს, რომ მედია საშუალებებისთვის სპეციალურად სხვა მიმართულება დაიჭირეს და გვითხრეს, რომ არავითარ შემთხვევაში, ანუ ჟურნალისტი უნდა ყოფილიყო ძალიან პროფესიონალი, რომ ჩართულიყო ამ თემის გაშუქებაზე. ანუ იმდენად სახიფათოა ეს და ამიტომ ამბობ, ბატონო ნათიაც, ჩვენ და სამწუხაროდ იმ გამჭვირვალობის კანონიდან გამომდინარეც და ეხლა გრანტების შესახებ კანონის, რატო გვიკვირს, რომ მედია საშუალებას სანქციები დაადო დიდმა ბრიტანეთმა, მაგრამ ჩვენ სამოქალაქო სექტორს, მესამე ხელისუფლებას და მეოთხე ხელისუფლებას ყველას ძალიან ცუდ დღეში ვართ საქართველოში დამოუკიდებელი ფინანსური რესურსების მიღებისთან მიმართებაში. ეს ხომ ესია. ესე იგი, ძალიან ისეთი საინტერესო დისკუსია, ბატონი აკაკი საუბრობდა და ახსენა გადაცემები, რომელიც ახლაც ძალიან გვჭირდება ეგეთი თემატიკის გადაცემები და ის, რომ ასეთ ეკოლოგიურ მდგომარეობაში, როგორშიც საქართველო, ასეთ კლიმატურ პირობებში, როგორშიც ჩვენ ვართ საერთოდ და მსოფლიო, როცა არ არის სივრცე, მათ შორის თუნდაც ირანთან დაკავშირებული მოვლენების დროს ცოტა ღრმად ვისაუბროთ, რა ტიპის გავლენები შეიძლება გქონდეს, ხო, მიგრაციული, ეკოლოგიური, ეკონომიკური მსჯელობები არის ზედაპირული ყველაფერზე, ყველგან სპეციალურად არის შავ-თეთრი და არ არის ღრმა და მრავალფეროვანი. ესია და ეს არის, როცა ვაპარაკობთ, რომ ინსტრუმენტიზირებულია მედია, ამ სახით არის ინსტრუმენტიზირებული, გაშავ-თეთრებულია, ზედაპირულია, სიღრმეებში და არ ხდება იმ შინაარსების გენერირება, რაც რეალურად ადამიანებს სჭირდებათ. და მე აბსოლუტურად ლოგიკურად შეიძლება იმას მოეჩვენოს, რომ ხა ამასთან რა კავშირშია სანქციები, მაგრამ მართლა პირდაპირ კავშირშია ეს ერთმანეთთან. და როგორ რა ხდება ახლა ამ კუთხით, საერთოდ საკუთარ ქვეყანას ნიშანს არ უგებენ. და ძალიან რთულია საუბარი ამ თემაზე. მე როგორც ცალკე აღებულ ნათია კუპრაშვილს მირჩევნოდა, რომ ძალაუფლების მპყრობელი ძალა, იმიტომ რომ ხელისუფლებასთან როგორც ტერმინთან ბევრს და შეიძლება მეც მქონდეს ერთგვარი დისკომფორტი, მაგრამ ძალაუფლება არის ქართული ოცნების ხელში და ამ ქვეყნის ძალაუფლება არის მის ხელში და მირჩევნოდა, რომ ქართული ოცნება იყოს მართალი. იმიტომ რომ მის ხელშია ეს ძალა. და მირჩევნია, რომ ნიშანს არ უგებდე მიუხედავად იმისა, რომ არაფერში არ ვეთანხმები, რასაც აკეთებს. მირჩევნია ის იყოს მართალი და მე ვწდებოდე ნებისმიერ სიტუაციაში. ხო, მე ვწდებოდე, სულ ესე ვიყავი ნებისმიერ ტიპის ხელისუფლებასთან, ეხლა ძალაუფლების ბაში მყოფ ძალასთან. და როცა ვლაპარაკობთ სანქცირებას და თუ კი ვთანხმდებით იმაზე, რომ მედია როგორც ესეთი არა გვაქვს და არის აბსოლუტურად პოლიტიკასთან არსებული ძალა და ეს არის ქართული ოცნებას აღარ მალავს უკვე ამას საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა და თქვა რომ კიო, ანუ ჩვენა ვართო ესო. ანუ დასანქცირებული მედიებია ჩვენ ვართო ფაქტობრივად ეს თქვა. არაფერი არ უარუყია ამ მიმართულებით. არც მანამდე იმალებოდეს, მაგრამ ეხა გაცხადებული გვაქვს სიტყვიერად. რატომ შეიძლებოდა თქვათ რა უფლება ქონდა თქვათ ბრიტანეთს, ხო, როგორ ერევა ამ ჩვენს შიდა საქმეებში და თუნდაც აი რაღაცას უზღუდავს ფინანსურ ოპერაციებს ძალაუფლების მპყრობელ ძალას, ხო? ანუ და ამ დროს რას აკეთებდა ეს ძალაუფლების მქონე ძალა? რას ამბობდა ბრიტანეთზე თვითონ, რომ ის არის ომის გამჩაღებელი, რომ იხოცება უკრაინაში ხალხი მისი ბრალია. ახლაც ამას აგრძელებს. და აქ რანაირად შეიძლება საერთოდ ჩდებოდეს კითხვა, შეიძლება ჩდებოდეს კითხვა, რატო აქამდე არ მოიმოქმედა რაიმე, რომ ეს შეეჩერებინა, იმიტომ რომ ძალიან გავრცელებული ის იყო მითი და თეორია იყო ამ ომთან დაკავშირებით. რუსეთის ბრალეულობა სრულად იყო ნიველირებული და ბრიტანეთის ძალიან გაძლიერებული, ხო? იმ ქვეყანამ იმოქმედა, ხა როგორ გინდა რომ ეს ყველაფერი ეს შინაარსი იქნებოდეს ლონდონის ბირჟის გატარებით? ანუ ხო წარმოუდგენელი ამბავია.
მაგრამ აბსოლუტურად ეს სწორი ბრძანეთ, რომ ესე იგი სრული გაუთვითცნობიერებლობა იმის, რომ ქვეყანა შეიძლება ჩამოშალოს შენი პოლიტიკური ამბიციების გამო აი ეგ და შენს ეს არის სკამზე ყველაზე დამოკიდებით, ეს არის სწორედ ყველაზე დიდი კატასტროფა. აი იცით ნამდვილად კატასტროფაა და ალბათო მათი დიახ ალბათო რა ვიცი თუ არა, უძნელად მე მგონი ნელ-ნელა დავასრულოთ, იმიტომ რომ მაინც ის არის დროის ფაქტორი. კი ბატონო უბრალოდ მე რა მინდოდა იცი რომ ჩემთვის მაინც მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ძალიან შიშველი სიმართლე ითქვას ну რა თქმა უნდა ამას ვერ გავექცევით მაგრამ ეს უნდა თქვას ჩემი აზრით ქალბატონო ნათია აი პასუხისგებლიანმა მედია მიცით აი ეს არ უნდა იყოს რაღაც გარკვეული პოლიტიკური ესე ვთქვათ მხარდაჭერა იმისა რომ არიქა ეხლა ვთქვათ ესა თუ ის საკითხი მიუხედავად იმისა რომ საზოგადოებაც უკვე რეალურად ხვდება იმას რაშია საქმე ხო და შესაბამისად არავინ არ უნდა ამბობდეს რომ ეს შავი თეთრზე შავს რა ნუ თეთრზე შავს ანუ რეალურად პასუხისგებლიანი მედია როდესაც ამას საუბრობს და ის არ არის მიკერძოებული მაშინ საზოგადოება რეალურად იჯერებს ამას აი ამ ძალიან რთულ სიმართლეს გამიგეთ მაგრამ საუბედუროდ დღევანდელ დღეს უკვე საზოგადოება თვითონ არის დაბნეულ მდგომარეობაში შემდეგ ის ინსტიტუტები რომლებიც უნდა რეალურად ქმნიდეს ამით ხო გარკვეულწილად როგორც საშინაო პოლიტიკის ასევე ესე ვთქვათ უგნებავთ ეკონომიკის ესე ვთქვათ სიძლიერისათვის სტაბილურობას ხო ცოტა არ იყოს ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან აი ამ ესე ვთქვათ პროცესის შედეგად თუ კი ჩვენ რეალურად არ ვიქნებით და მე მედიაზე მაქვს ახლა საუბარი პასუხისგებლიანები ხო და რა თქმა უნდა ფაქტია რომ ჩვენ აუცილებლად რაღაც გარკვეული წონასწორობა უნდა მაინც მე მგონი რაღაც შევინარჩუნოთ რა და შევინარჩუნოთ და ხო გეუბნებით ჩემთვის მაგალითად ახლა ის არის უპირველესი რა თქმა უნდა მშვიდობა რა თქმა უნდა ესე ვთქვათ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით წმინდა დემოკრატიული ესე ვთქვათ პროცესების განვითარება მაგრამ ეს არის გონივრულ მართვასთან ხო დაკავშირებული და ეს ევროპული ინტეგრაცია ეს არ არის ლოზუნგი და რაღაც ესე ვთქვათ აი ჩვენ შევწყვიტეთ ესა თქვენ შეწყვიტეთ საუბარი და დისკუსია ჩვენთან და ჩვენ ეხლაც მზადა ვართ კი ბატონო მაგრამ რეალურად რაღაც გარკვეულ თამაშის წესებს უნდა ემორჩილებოდე ხო ალბათ და პრაქტიკულად მე პირველ რიგში მადლობა მინდა ნათიას მოახსენო და კიდევ ერთხელ დავამატებდი რომ თქვენი როლი მედიის როლი ჩემთვის პერსონალურად არის ის რომ რამენაირად რაღაცა სტერეოტიპებიც კი დავანგრიოთ ადამიანების გულში იმიტომ რომ ბევრ რამეში ახლა მე ტყუილა არ ვთქვი ირანის თემა და ტყუილა არ ვთქვი კახოვკის საკითხი არ დაიწყოს ეხლა კივილწივილი რომ რა ომი დაიწყო ჩვენ მეზობლად და არიქა ჩვენ რა გვეშველება მაინც მინდა გავაფრთხილო ყველა ექსპერტი ძალიან მოზომილად საუბარი იმიტომ რომ პანიკაში მოსახლეობა არ უნდა ჩავარდეს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ძალიან ფართო იმედი გვაქვს რომ მედიები დაინტერესდებიან რომ უფრო ფართო და უფრო მეტი ანალიზი გავაკეთოთ მოვლენების რაც ხდება იქა და რა ზემოქმედება ექნება ამ გარემოში ამ ყველაფერს იმიტომ რომ ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერი სროლები გვერდზე არ არის მანდ-მაინც კარგი ჩვენთვის ეხლა მით უმეტეს იმიტომ რომ ჩtildeოეთითაც სროლები გვაქვს და აქეთ სამხრეთითაც ეხლა დაგვემატა ეს პოზიცია და მართლა რთული მომენტი იქნება გარემოსთვის ეს სიტუაცია და მოდი ვთქვათ ყოფითი საკითხებით მე არ მინდა რომ თქვათ ისე დავავთრულო მოსახლეობის გასაგონად მინდა ერთი რამე ვთქვა ის რაც დღეს ხდება რომ ზამთარი ჩვეულებრივ რეჟიმშია ნუ შეგეშინდებათ რომ თოვლი მოვიდა
მაგრამ ერთი პრობლემა კარგად გამოჩნდა თბილისში და მე მგონი ყველა დანარჩენ ქალაქში სველმა თოვლმა სერიოზული ზიანი მიაყენა ამორტიზირებულ ზოგიერთ ხეებს და მართლა სერიოზული პრობლემები შექმნა. და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა მთლად მზად ამისთვის არ არის. ამიტომ ესეც ის თემაა, სტრუქტურას რომელზეც და აუცილებლად უნდა ყოფილიყო საუბარი. მაგრამ ბატონო, სტრუქტურების და ინფრასტრუქტურების არ აღმოჩნდა. სტრუქტურების და ინფრასტრუქტურების. არა, ინფრასტრუქტურა მართლა არ აღმოჩნდა, ხა დენი არ უნდა ითიშებოდეს, მილები არ უნდა სკდებოდეს. მე ძალიან მეშინია დაბალი ტემპერატურები, იმედია არ განვითარდება 7 გრადუსზე ქვემოთ, იმიტომ რომ ბატონი მალხაზი დამეთანხმება, გათბობის სისტემები ჩვენ არ აგვაქვს გათვლილი ციმბირის დონეზე და ხანგრძლივობამ შეიძლება მთლიანად გამოიყვანოს მწყობრიდან ნებისმიერი ქვაბები. ამიტომ საბედნიეროდ არ გველოდება ძალიან დაბალი ტემპერატურები, მაგრამ ხანგრძლივობა უკვე ვიცით, რომ პრობლემებს ქმნის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნათია. მადლობა თქვენ. საბოლოოდ დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ რაკურსით, რომ ნამდვილი მედია გავაჩინოთ საქართველოში. მადლობა, იმედი მაქვს ამის. და რეგიონალური თქვენ გაუსვით ხაზი და მეც ვფიქრობ, რომ რეგიონალური მედია ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. მადლობა დიდი. ერთი-ორი სიტყვას გეტყვით, როგორც დაამსრე და თქვენი წევრი გარკვეულად ხო? ასოცირებული წევრი მოდი ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო იყო ქალბატონ ნათიას ცდელობა და მონდომება, რომ შემოეტანა იმ ქაოსში, რომელიც არსებობს გარკვეული მიდგომები, გარკვეული ჩამოყალიბების თუნდაც რაღაცნაირი ასეთი გარკვეულობის შეტანის ცდელობა. მე მოვისმინე ძალიან საინტერესო აქცენტები გაკეთდა ბატონი აკაკის აქცენტების შესაბამისად. მე არ შემიძლია ახლა გამოვთქვა რაიმე აზრი, იმიტომ არ ვარ ამ მიმართულე პროფესიონალი, მაგრამ მე დღეს დავინახე თქვენი შინაარსი მიმართულება ვექტორის, როგორც მე გავიგე, ეს არის მიმართულება, რომელიც მხარს უჭერს თვითონ საქართველოს მდგომარეობას, შინაგან მდგომარეობას და ცდილობს ის გაუმჯობესოს, რაღაც ცვლილებები შეიტანოს, ყოველ შემთხვევაში შეეცადოს ამას, პოზიტივები რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ, რომ შევძელი დავსწრებოდი თქვენს გადაცემას და შემდგომში შევეცდები კიდევ ბატონო აკაკი. აუცილებლად უნდა დავგვესწროთ ბატონო მალხაზ, ჩვენ ენერგეტიკაზეც გვექნება საუბარი და მე ძალიან დეტალურად, იმიტომ რომ მართლა გვიჭირს საქართველოს ნაცია დამეთანხმება, ყველგან გვაინტერესებს რა ხდება რეგიონებში ამ ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით, სად ვართ, როგორ ვართ და რატო ვართ. ესეც ყველაფერი ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა ქალბატონო. მადლობა ბატონო აკაკი, ქალბატონო. მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ესეთი საინტერესო დისკუსიისთვის. კარგად გრძანდებოდეთ. მადლობა.